გამარჯობა, მორიგ გადაცემაზე ჩამოსული ვარ ნავდარანტკარში, ზვიად ჩიხლაძის კინოლოგიურ სკოლაში და ძალიან საინტერესო თემაზე ვმუშაობთ. ეს არის შიშარა ძაღლი. რადგანაც გადაცემა გავა ახალი წლის მერე რამდენიმე დღეში, არ მინდოდა რომ ამ თემის გარეშე და რჩევის გარეშე დამეტოვებინეთ, ამიტომ ახლა ამ ტელეფონს გამოვართ მე ზვიად და თავად ვკითხავთ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ რომ ახალ წელს არ შეეშინდეთ ჩვენ ზუგებს. პირველ რიგში სახლში უნდა ვნახოთ ყველაზე მყუდრო ადგილი, სადაც ეს პიროტექნიკის ხმაური შედარებით უფრო ნაკლებად შემოდის და თუ ძაღლს შეეშინდა ამ ხმაურის და ეშინია, არავითარ შემთხვევაში არ ჩავეხუტოთ, არ მოვიფეროთ, რომ ეს შიში არ წაუხალისოთ და უფრო მეტად არ ჩავაგდოთ სტრესში. ამ დროს ჯობია რომ უფრო იგნორი გაუკეთოთ ძაღლს, რადგან ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და ფიზიკურად ამ რამდენიმე დღეში ჩვენ ვერ მოვასწრებთ ძაღლებთან მუშაობას, რომ შევაჩვიოთ ესეთ დიდ ხმაურს. არ ღირს გავიყვანოთ და დავუშვათ ცადოთ რომ ეს ხმაური რაღაცა გაუნეიტრალოთ და ვაჩვენოთ რომ აი არაფერი არ არის. ნახეთ დიდ ძაღლების შემთხვევაში, რადგან შედარებით უფრო დიდ ძაღლებზე არის, ცუდი გამოცდილება აქვს ყოველ ახალ წელს და მუშაობა ცოტა რთული იქნება ამ ძაღლებთან, რადგან ყოველ წელს დგება ეს დღე, როცა ამ ძაღლებს ეშინიათ, იმალებიან და თავისთავად ვიწევს სხვა გამოსავალი არ გვაქვს ამ შემთხვევაში. დამამშვიდებლის მიცემა ღირს თუ არა. დამამშვიდებელ საშუალებებს ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ, ოღონდ რა თქმა უნდა ვეტექიმის დანიშნულებით ყველაფერი. დიდი მადლობა. მოკლედ დაელოდეთ გადაცემა მალე იქნება ეთერში, მანამდე კი ეს რჩევა გაითვალისწინეთ.